ილამშვიდობისა საქართველოს დღეს 15 ივლისია უყურებთ კურიერს 8 საათზე. ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული სადგურის მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილზე ძებნაშველის ოპერაცია დასრულებულია. უსაფრთხოებიდან გამომდინარე გვიან ღამით მოხდა მიმდებარე ტერიტორიების ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა. ავარიული კორპუსიდან კი მოსახლეობა სასტუმროებში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო დეპარტამენტი, იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და თბილისის მერი. შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ დღის მეორე ნახევარში მოხდა ავარიული კორპუსიდან ჩამოვარდა პარაპეტი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლით არის დაწყებული. სამწუხაროდ დადასტურდა მეორე გარდაცვალებაც, უზიარებთ გარდაცვალებულის ოჯახს. კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო მოსახლეობას, რომ ეს მძიმე ფაქტი გავიაზროთ ყველამ კარგად და ის რასაც მერიას თავაზობს და მუნიციპალიტეტის თავაზობს მოსახლეობას მაქსიმალურად დავთანხმდეთ ამ ყველაფერს. როდესაც ავარიული არის შენობა ნაგებობა და როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ყველა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეთ ამ ყველაფერს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დედაქალაქის მერია ყველას თავაზობთ, ანუ ყოველგვარი დანახარჯის გარეშე ჩვენ უზრუნველყოფთ, გადავიყვანოთ სასტუმროებში ეს ხალხი, დროებით საცხოვრებლად დავაკმაყოფილოთ, მოხდეს ავარიული შენობა ნაგებობის დემონტაჟი, ახალი სახლების კორპუსების მშენებლობა და გარემონტებულ ფორმით გადავცეთ ეს მაცხოვრებლებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებ და ვთხოვ დედაქალაქის მოსახლეობას, რომ ეს შემთხვევა, ეს უბედური შემთხვევა მაინც ავიღოთ მაგალითად, რათა მომავალში ავიცილოთ აღნიშნული ფაქტები. მწუხარება მინდა გამოვხატო ოჯახების მიმართ, რაც შეეხება მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს. ამ ეტაპზე დასრულებული ექსპერტიზა დასრულა მუშაობა. ავარიულია აღნიშნული კორპუსი, რის შესახებაც გამგეობის მხრიდან არაერთხელ ჰქონდათ ინფორმაცია მოსახლეობას, ჰქონდა კომუნიკაცია და შეთავაზებული იყო ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომელსაც მერია ახორციელებს და სამწუხაროდ 100%-იანი თანხმობები არ იყო მოგროვებული. სადგურის მოედანზე კორპუსის ფასადის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას თხემისვლის მოტეხილობა აქვს. როგორც კლინიკაში განმარტავენ, პაციენტს ქირურგიული ჩარევა ამ ეტაპზე არ ესაჭიროება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში. კონსულტირებული იქნა ნეიროქირურგის მიერ. ამჟამად ოპერაციულ მკურნალობას არ საჭიროებს, თუმცა ფიქსირდება ქალასარქვის მოტეხილობა, კონკრეტულად თხემისვლის მოტეხილობა საგიტალური სინუსის მიმდებარედ. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა არის სავსებით დამაკმაყოფილებელი, ნევროლოგიური სტატუსი დამაკმაყოფილებელია, ჰემოდინამიკური და რესპირატორული პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. თბილისის მერიამ თევდორე მღვდლის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მობინადრეები სასტუმროებში განათავსა. მათ მიეცათ საშუალება უსაფრთხოების ზომების დაცვით შენობიდან გაეტანათ პირადი ნივთების, შემდეგ კი სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ტრანსპორტით მოხდა მათი სასტუმროებში გადაყვანა. თევდორე მღვდლის ქუჩაზე მიმდებარე შენობას მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი ჰქონდა მინიჭებული. რამდენად სწორად იყო მართული რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლის ოპერაცია, რომლის დროსაც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იყო. გახარიას გუნდში ამბობენ, რომ გამოძიების 6 წლის შემდეგ დაწყება აბსურდული და აზრს მოკრებულია. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ობიექტურად ასახავს 20 ივნისის მოვლენებს და ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს კითხვებს საგამოძიებო ექსპერიმენტით პასუხობს. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 20 ივნისის ღამეს არ დარღვეულა შეკრება მანიფესტაციის შესახებ კანონი, რადგან აქციამ აგრესიული ხასიათი მიიღო, თუმცა კითხვები გაჩნდა ძალის გამოყენების პროპორციულობასთან დაკავშირებით. სრულიად აბსურდული გამოძიება დაანონსეს ახლა, ფაქტიურად 6 წლის შემდეგ გამოძიებლები გაუშვეს რუსთაველის გამზირზე იმისთვის, რომ ნივთმტკიცებები იპოვონ.
ვითომდა, თუმცა 20 ივნისთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობდა და გიორგი გახარია იყო ერთადერთი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც გასცა პასუხი მაშინ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მას დასამალი არაფერი არ აქვს და ნებისმიერ შეკითხვას ცალსახად გასცემს და ისაუბრებს, რა თქმა უნდა, სიმართლეს. იქ იყო შენიშვნა და დამატებით გამოძიებას თხოვდა სახელმწიფოს იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ეს, ასე ვთქვათ, აქციის დაშლის პროცესი რამდენად, ასე ვთქვათ, რელევანტურად იყო დაგეგმილი და ძალის გამოყენების კომპონენტი რამდენად რელევანტური იყო. ამიტომ აქ მთლიანობაში საქართველოს კანონმდებლობა და საქართველოს, ასე ვთქვათ, პრაქტიკა დადებითად არის და სტანდარტი შესაბამისობაშია შეფასებული. საუბარი იყო კონკრეტულად აი ამ ეპიზოდის გარშემო დამატებითი გამოძიების ჩატარებაზე, რაც დღეს ხორციელდება პროკურატურის მიერ. გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტს ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია. მის შეფასებით თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ფაქტების გაყალბებით ცდილობს. კირცხალია ამბობს, რომ პენტენციური სამსახური ოფიციალურ განცხადებაში ეჭვის შეტანის არავითარი საფუძველი არ არსებობს. სპეციალურმა პენტენციურმა სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა. ისე ვთქვათ, საფუძველი რომ ეჭვი შევიტანოთ პენიტენციური სამსახური. ერთს გეტყვით, რომ მასამარტო საკანში ბაჩიაშვილი არც ერთი დღე არ ყოფილა. ბაჩიაშვილი არის მსჯავრდებული თაღლითობას და არის თაღლითი, ჩვეულებრივი თაღლითი. ეხლა თაღლითი რას იტყვის? ეს წავიკითხე, როგორც თქვენ წაიკითხეთ პენიტენციური, მეტი რა უნდა დაამატო, რაც არის განმარტებული პენიტენციური სამსახური. გამოდის ეხლა ბაჩიაშვილი, რომელიც საუბრობდა რაღაც მომიტაცეს, რაღაც ჩამომაცვეს, რაღაც წავიდნენ რაღაც მომელანდა, სადღაც გვირაბით გავძვედი, მე იქიდან თაღლითის უბრალოდ ღიმილის მომგვრელი ხა თაღლით სამარტო საკანში ხო იჯდა და ვიღაცამ გაუგო კარი შეუშვეს ცემეს და ანუ თაღლითის განცხადებაზე, თაღლითის განცხადებაზე და კიდევ ერთხელ არსებობს საფუძვლიანი ეჭვები, რომ პირდაპირ იყო დამფინანსებელი იმ დესტრუქციული აქციების, როდესაც გარეთ იმყოფება, რომელიც მიმდინარეობდა ქუჩაში. აი ეს არის მათი სახეა, ბაჩიაშვილი არის კოლექტიური ნაცმოძრაობის სახე. ორი დღე ვადის ამოწურვამდე არჩევნებში მონაწილეობისა და რიგითი ნომრის მოთხოვნის მიზნით პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებმა ცესკოში განცხადება 17 ივლისამდე უნდა შეიტანონ. შეიცვლიან თუ არა გადაწყვეტილებას პარტიები მალე გაირკვევა, მანამდე კი შექმნილ პოლიტიკურ ალიანსს მათი ოპონენტები აფასებენ. ოპოზიციის ნაწილი ამ ნაბიჯს აკრიტიკებს და განაგრძობს ბოიკოტს. ქართული ოცნება კი კონკურენტების გამარჯვებას სკეპტიკურად უყურებს. მათი შეფასებით ოპოზიცია გარემოვლენებზეა დამოკიდებული და რეალურ კონკურენციას გაურბის. არანაირი მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენი პოზიცია არის ცალსახად. ჩვენ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ ვიღებთ და თუ ისინი იღებენ ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, შედეგებზეც ისინი იქნებიან პასუხისმგებელი. როგორც წინა არჩევნებზე, აქაც სამი პარტია მონაწილეობს არჩევნებში და თავარი ხალხმა ეს დაინახოს. ჯერ კიდე ადრე 1 წლის და უფრო ადრეც მოუწოდებდით სწრაფ პოლიტიკურ ქორწინებას ამ წყვილს და გვიხარია რომ მართალია დაგვიანებით, მაგრამ ეს მაინც შედგა. არაფერს მომცემე ალიანსი, არაფერს მომცემე ერთობა, იმიტომ რომ შედეგობრივად ის ვერაფერს სასიკეთოს ამ რადიკალური ძალებისთვის ვერ მოიტანს, მაგრამ ეს კიდევ კარგად აჩვენებს იმ ცდილობას ქვეყნის ფარგლებს გარედან აქ ინსცენირება მოახდინონ თითქოს და შუაშისტური ძალების გამოყოფის. გახარიებს და ნაცმოძრაობას 4 მუნიციპალიტეტში აქვთ არაჩვეულებრივი ერთობა და პოლიტიკური ქორწინება, ლელო და ხაზარაძე ჯაფარიძე ნაცმოძრაობის ყოფილი ბანკირები და ჯიბეები, რომ დღეს ვერაფრით ვერ იქნება ნაცმოძრაობიდან გამიჯნული, ეს ძალიან კარგად იცის საზოგადოება. თუმცა არის ამის მცდელობა, რომ ამ საზოგადოებისთვის ტყუილით მოხდეს რაღაც გარკვეული პოლიტიკური ბენეფიტების და უპირატესობის მომენჭება, რომელსაც აბსოლუტურად უშედეგო საბოლოო ფინიში ექნება. 64 მუნიციპალიტეტში ექნებათ ძალიან მძიმე დამარცხება რადიკალებს. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე rustavio.rt. მე განახლებული ინფორმაციით დაგიბრუნდებით 9 საათზე.